რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოკუპანტი ქვეყანა ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა სურს და ამ მიზნით პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს. თუმცა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა, რის გამოც მართვა გამგეობის დებულების მიხედვით მას პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. რაც შეეხება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, ის ოცნების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ და პროევროპული პოზიციების მქონე სასულიერო პირად მიიჩნევა. რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბართლომეოსი მსგავსად მოიქცა უკრაინის, სერბეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში. საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული ინფორმაციით კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დაჟინებით აგრძელებს სოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩის მზაკრულ ხაზს პრინციპით გათიშა და იბატონე. ამჯერად მას სურს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებით და თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ფანარიოც ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელსაც თავად დაეყრდნობა. ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს. თავის უახლოეს გარემოცვაში იგი მათ წარმოაჩენს როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაბულას ეუბნება, რომ მისთვის რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი უცნობია და მსგავსი ჩარევა საპატრიარქოსთვის წარმოუდგენელია. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა გამგეობის დებულების მიხედვით მღვდელმთავრებმა ახალი პატრიარქი ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს 2 თვისა უნდა აირჩიონ. ჯერჯერობით სავარაუდო კანდიდატების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დიდი ალბათობით 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი მოსაყდრე შიო მუჯირი იქნება.